მოგესალმებით ყველას, სუყურებთ ჩვენს ვიდეოებს. დღევანდელ ვიდეოში მინდა გაჩვენოთ ერთი საიტი, რომლის მეშვეობითაც შეძლებთ თქვენი კომპიუტერით გააკეთოთ მაინინგი, მაგრამ თუ კომპიუტერი არ არის ახალი და არ არის ძლიერი, ჩართავთ, თორე გაგიფუჭდებათ კომპიუტერი, ვერ გაუძლებს, დატვირთვა აქვს სერიოზული და ეცადეთ, რომ არ ჩართათ ისეთი კომპიუტერი, რომელიც არ არის მზად, არ არის ახალი და არ არის კარგი, გეტყვით ესეც როგორ უნდა გაიგოთ, თუ რაღაც საშუალო დონეზეა კომპიუტერი. ესე იგი საიტი გამოიყურება აი ასე, Minergate ქვია საიტს. ესე იგი რეგისტრაცია არის ძალიან მარტივი, იქიდან sign up ეწერება. ეხლა ჩემთან ლოგაუტ რო წერია, მე უკვე დარეგისტრირებული ვარ. ძალიან მარტივია, იმეილი და ორჯერ პაროლი უნდა მითხრათ, ჩაწეროთ უბრალოდ. და აღარ გავაკეთებ ხელახლა. ესე იგი შეგიძლიათ რამოდენიმე კრიპტოვალუტის დამაინინგება. ეს არის კომპიუტერის სიძლიერესთან დაკავშირებით. ესე იგი იწერთ აქ download რო წერია, იწერთ პროგრამას, ესეთი პროგრამაა, გადმოვა თქვენ კომპიუტერში, გაიხსნება ასე, ჩაწერთ თქვენს იმეილს, რაც მიუთითეთ რეგისტრაციის დროს და პაროლს. გაგიხსნით ასეთ გვერდს, ესე გადადიხართ ასეთ მაინერ რო წერია, არის ჩამოთვლილი ვალუტა, აქედან შეგიძლიათ start mining ჩართოთ, რომელი ვალუტის დამაინინგებაც გინდათ და აქ დაწერს სისწრაფეს, რა სისწრაფით მოაქვს მაინინგი, რა სისწრაფით აკეთებს და თუ არის დაბალი, ახლა ჩემი 10-ია დაახლოებით, ეს არაფერი არ არის, ძალიან ცოტა ტყუილად დავტვირთავ მე კომპიუტერს, ახლა ეს რო ჩავრთო და ვამაინინგო რამე ნებისმიერი ვალუტა, არის ძალიან ცოტა ეს სისწრაფე, გაითვალისწინეთ. ესე იგი გატანა თუ გააკეთებთ მაინინგს და გატანა მოგინდებათ, აქედან უთითებთ ნებისმიერ ვალუტას, დააწვევით withdraw, ჩაწერთ თქვენს ადრესს, საკომისიო და ყველაფერს წერს, არ არის ძნელი გასაგები მგონი. ხო, რაც შეეხება აქ არის კიდევ კალკულატორი. კალკულატორიდან შეგიძლიათ ნახოთ, ეთერიუმის მაინინგს რამდენ ხანში როგორ გააკეთებს, ჩემს მოჰქონდა 10-ით, ხო? ნახეთ, ძალიან ცოტაა, არაფერი არ არის, თითქმის ვერ დაამაინინგებს ეთერიუმს, კრიპტოვალუტა რომ ნახოთ, სხვა კრიპტოვალუტები რას როგორ დაამაინინგებს. აქედან შეგიძლიათ გაიგოთ თქვენი კომპიუტერის სიძლიერის მიხედვით რამდენს წამოიღებს, რამდენს დაამაინინგებს, საათში, დღეში. და აქედან შეგიძლიათ ნახოთ ასევე ბიტკოინთან შედარებით, დოლარი იყოს, რო ჩავრთოთ დაშზე, ჩემი კომპიუტერი, ესე იგი საათში გადმოიტანს 0.006, ანუ 1 ცენტს, ის მე-4-იც კი არა, მე-100-ც ალბათ, რაღაც ძალიან ცოტას, ეს 3 დღეში გადმოიტანს 1 ცენტს, ძალიან ცოტა ეს, რაც ძლიერია, უფრო რა თქმა უნდა მეტი მოაქვს, პატარა სიძლიერესაც აქვს დიდი მნიშვნელობა, იმიტომ მთელი სუტკები უნდა იყოს ჩართული. შეგიძლიათ გამორთოთ და ასვენოთ ან რაღაცა. ასევე შეგიძლიათ ნახოთ, თუ არის ძალიან ძლიერი კომპიუტერი, ესეთი კაი კომპიუტერი, რასაც ქვია, შეგიძლიათ აქედან გააკეთოთ შედარება, მინიმუმ 1000 გიგაჰეში უნდა იყოს, რომ ეს ვალუტები გადმოგაჩოთ. გაითვალისწინეთ, არ შეაერთოთ, უმეტესობა კომპიუტერი ახლა საქართველოში არ არის, ანუ სერვისისთვის გათვლილი და რაღაც, ასევე დეშბორდი, აქ შეგიძლიათ ნახოთ თქვენი ვალუტა, რამდენი გაქვთ. 1% აქვს საკომისიო, რასაც გადმოგაჩავს, 1% გამოაკლდება და ისე დაგერიცხებათ ანგარიშზე. სხვა ამ საიტზე და ამ თემასთან დაკავშირებით ისეთი არაფერი არ არის საინტერესო, მგონი ყველაფერი გაიგეთ, ვინც ცოტა მაინც იცით რა არის, მაინინგიც და კრიპტოვალუტაც. მადლობა ყურადღებისთვის და თუ მოგწონთ ჩვენი ვიდეოები და ლაიქეთ და გამოიწერეთ არხიც.